იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მე და ჩემი კოლეგები ნაციონალურ მოძრაობასთან ოპოზიციაში ყოფი ფრაქციების წარმომადგენლები ამ წლების მანძილზე ვსაუბრობდით. კარგია რომ გახდა საგამოძიებო ორგანოების კვლევის მსჯელობის საგანი, იმიტომ რომ საუბრობდით არც მეტი არც ნაკლები დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მიტაცება ფლანგვასთან დაკავშირებით და ერთია პოლიტიკური განცხადება, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ამ საკითხებზე, მაგრამ მეორე არის ამის სამართლებრივი შეფასება და მე როდესაც ვსაუბრობ სამართლიანობის აღდგენაზე, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში აუცილებლად მოვიაზროთ სწორედ ის პროცესებიც, რომელსაც ადგილი ჰქონდა მათ შორის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობის მიერ თბილისის მართვის მრავალწლიანი აი ამ პერიოდის მანძილზე. როგორც ვიცით, თბილისის განვითარების ფონდთან მიმართებით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა მე ვფიქრობ და არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა, ძალიან ბევრი ჯერ კიდე გაურკვეველი საკითხი სხვა ფონდებთან დაკავშირებით, მოგესალმებათ. თბილისის მერიას ჰქონდა არა მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდი დაარსებული, ის ქმნიდა, ანუ ეს იყო ერთგვარი კარგად აპრობირებული პრაქტიკა თბილისის მერიაში, შეექმნათ ფონდები, თბილისის ბიუჯეტიდან გადაერისხდით თანხები და მერე ამის შემდეგ ამ თანხების არც მიზნობრიობა, არც ადრესირება, არც ბედი და არც ადგილი და კვალი არ ჩანდა. ასეთი ფონდები გახლავთ, მათ შორის ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდი, ასეთი ფონდია თბილისის მერის მიერ დაფუძნებული გუდაურის განვითარების ფონდი და თავად დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდი. ჩემი ამ დაახლოებით 3 წლიანი დაკვირვების განმავლობაში ამ ფონდებთან მიმართებით პროცესები ვითარდებოდა იდენტურად, ისევე როგორც თბილისის განვითარების ფონდის შემთხვევაში. რაც შეეხება საკუთრივ ამ ფონდს, მე მიმაჩნია, რომ იმის მიუხედავად, რომ დღეს დაკავებულნი არიან თბილისის მერის მაღალჩინოსნები, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე ამ საკითხთან მიმართებით გახლავთ თავად დედაქალაქის მერი ბატონი უგულავა და ბატონი გიორგი საბანაძე, რომელიც დღესაც მიმალვაშია. მოგეხსენებათ, 1 ოქტომბრის შემდგომ ადგილი ჰქონდა მთელ რიგ ისეთ ნაბიჯებს და ქმედებებს ფონდის ადმინისტრაციის და ზოგადად თბილისის მერის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელსაც კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები, რომელიც ფონდთან დაკავშირებით არსებობდა. მაგალითად, 1 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს ფონდის სასწრაფოდ ლიკვიდაციის გაუქმების პროცესი. ფონდის რიგით თანამშრომლების ინფორმაციით გატანილია ნაღდი ფული და დოკუმენტაცია ფონდიდან და რაც თავარია მიმალვაშია დღემდე ფონდის ყოფილი დირექტორი ბატონი საბანაძე. როდესაც არაფერი გაქვს დასამალი, როდესაც ყველაფერი გამჭვირვალეა და საეჭვო არ არსებობს, მაშინ ასეთ რამებს როგორც წესი არ აკეთებენ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ რამდენადაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რამდენადაც საქმე ეხება თბილისის ბიუჯეტს, ხალხის გადასახადებით აკრებულ ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც უნდა მოხმარებოდა ისევ საზოგადოების ხალხის ინტერესებს, თბილისელების საჭიროებებს და საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე მგონია, რომ აუცილებელია იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, რომელსაც თავად ამ ფონდის დაარსების ინიციატორი და შემდგომში ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთში მისი ხელმძღვანელი ბატონი საბანაძე და ბატონი უგულავა ფლობენ. თუ კი გვინდა რა თქმა უნდა მივიღოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ ყველანი კარგად ხვდებით, რა თქმა უნდა შესაძლებელია გარკვეული წილი მონაწილეობა როლი ქონოდა ნებისმიერ მაღალჩინოსანს თბილისის მერიისა ამ საქმეში. მაგრამ აბსოლუტურად შორს არის ჩემი მოსაზრებით საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ შორის მეც იმ გულუბრყვილო შეხედულებისაგან, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონი მერი არ იყო საქმის კურსში. ეს არის მისი ინიციატივით, მისი ტაქტიკის ნაწილი, სხვადასხვა ბევრი ფონდი, ამ ფონდებში წასული თანხები თბილისის ბიუჯეტიდან და მერე ისე გახარჯული თუ დახარჯული, როგორც ეს ესადაგებოდა მათ პარტიულ თუ პირად ამოცანებს და ინტერესებს. მე მოგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში მე შევხვდი ბატონ მთავარ პროკურორს არჩილ გვილაშვილს, სწორედ თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით. მაშინ არ იყო გამოძიება დაწყებული ამ საკითხზე და მე მაშინ მივაწოდე სწორედ ის ინფორმაცია, რომელიც ახლა მე თქვენ გაგაცანით. ეს ინფორმაცია უკავშირდებოდა თანხის დოკუმენტაციის გატანას და მიმალვას იმ საკითხებს, რომელიც მე გავიგე თავად ამ ფონდის რიგითი თანამშრომლების მიერ. როგორც ხედავთ, ძალაშია და საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპზე ამ ფონდთან დაკავშირებით გამოძიება. ამას რატომ ვამბობ? ასეთივე მოძრაობები შეინიშნება ამ ხნის განმავლობაში სწორედ ამ ფონდებთან მიმართებითაც. ანუ გამოძიება ამ ფონდებთან დაკავშირებით ეჭვებთან. მე მაგას ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, გამოძიება რას აკეთებს ამ ფონდებთან დაკავშირებით, თუმცა მე როგორც თბილისის საკრებულოს წევრი, რომელიც ამ საკითხებზე უკვე მე რამდენი წელია მუშაობ, ისევე როგორც თბილისის განვითარების ფონდის შემთხვევაში, გონია რომ თუკი ჩვენ გსურს დავადგინოთ, დავაზუსტოთ და ვნახოთ რა გზით, რა ხერხებით როგორ ხმარდებოდა პარტიულ ამოცანებს თბილისის ბიუჯეტის რესურსები, ფულადი რესურსები, ფული
მაშინ ამისთვის აუცილებელია მათ შორის გავარკვიოთ ამ სამი ფონდის ამბავიც და ისტორიაც. იმიტომ რომ არც ერთი ის ასე თქვა დეკლარირებული საჯაროდ ნათქვამი რომ ეს კეთდებოდა განვითარებისთვის, რეაბილიტაციისთვის და ასე შემდეგ არის მხოლოდ შირმა. ამის მიღმა ხდებოდა დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება. ამაზე მე როგორც დეპუტატს მაქვს ინფორმაცია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის გამოძიების საკითხი. რადგან ჩვენ გვსურს რომ არა ნაწილობრივ, არამედ სრულყოფილად გაგვარს ინფორმაცია მთელი სქემის თაობაზე, რომელთაც თბილისის ბიუჯეტიდან მიედინებოდა თანხა, ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ ერთი ფონდის საქმიანობის შესწავლა, არამედ მათ შორის ჩემს მიერ ხსენებული სამივე ფონდის, ჯამში 4 ფონდის. დასაწყისშივე ძალიან ბევრ შეკითხვას იწვევდა იგივე გუდაურის განვითარების ფონდი. მე მესმის რომ შესაძლებელია ნებისმიერ მუნიციპალურ ორგანომ, ან სახელმწიფო ორგანომ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა ამა თუ იმ რეგიონის ან ქალაქის ან დასახლებული პუნქტის განვითარებისათვის, თუმცა გუდაურის განვითარების ფონდთან იყო ძალიან ბევრი შეკითხვა დაფუძნებისთანავე. მე როგორც პოლიტიკოს მაქვს ეს შეკითხვები. გამოძიება ამ საკითხზე, რა თქმა უნდა წარმოოს საგამოძიებო ორგანოები. ამიტომ ისევე როგორც გასულ წელს ნოემბრის თვეში მე მიმართე და მოვითხოვე შესაბამის ორგანოს და შეხვედრის შემდეგ თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით გამოძიება, ახლაც მე როგორც საზოგადოებასთან ანგარიშვალდებული პირი ვითხოვ სწორედ ამ სამ ფონდთან დაკავშირებითაც დაიწყოს გამოძიება, იმიტომ რომ თბილისის განვითარების ფონდი ეს არის მხოლოდ ერთი კომპონენტი ამ საერთო ეკონომიკურ სქემაში. ამ საქმეში ძირითად როლს ყველა ფონდი ერთად ასრულებდა. და ბიუჯეტი რა იყო ამ ფონდების ხოლმე? ბიუჯეტი იყო სხვადასხვა წლის მიხედვით განსხვავებული. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბიუჯეტი, ეს ფონდები ზოგადად მათი ფინანსური წყარო იყო თავად საკუთრივ თბილისის ბიუჯეტი. შესაბამისად, იმის მიხედვით თუ რამდენი იყო თბილისის ბიუჯეტი ან პოლიტიკური თვალსაზრისით, ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რამდენს თვლიდნენ საჭიროდ რომ ამ ფონდში ყოფილიყო, იმის მიხედვით. დაახლოებით ეს, რა თქმა უნდა, ეს ეხება რამდენიმე ათეულობით მილიონ ლარს, ზოგჯერ 100 მილიონსაც მიახლოებულს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის არა იმდენად ციფრები ამ შემთხვევაში, არამედ ის რომ ჩვენ ზუსტად გავიგოთ, ჩვენ ხომ არ გავინტერესებს ცალმხრივად საკითხი მათ შორის ერთ ფონდთან მიმართებით. სქემა მუშაობდა ყველა ფონდთან ერთნაირად. ამიტომაც ის რომ არ გამოვიდეს რაღაცა სამხრეთის საზოგადოებას ჰქონდეს როგორც პოლიტიკოსებს, ისე ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სრულყოფილად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ადასტურებთ და გეუბნებით. ამ ხის განმავლობაში ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მე როგორც დეპუტატს მაქვს მოპოვებული, არის მოპოვებული არაოფიციალური გზით. ანუ ოფიციალური გზით რა არის? მე მიმართავ მერიას და ის არის ვალდებული დამიბრუნოს პასუხი, მაგრამ ამ საკითხებზე, ამ შეკითხვებზე პასუხი ყოველთვის გასაიდუმლოებული, არა გამჭირვალი. ამიტომ ინფორმაციას ჩვენ ვიღებდით ან თანამშრომლებისგან და უკანონობას ჰქონდა ადგილი, ან საეჭვო ხდებოდა რამე. ამიტომაც მეც მაინტერესებს შეკითხვები. და როგორც აღმოჩნდა ამ შეკითხვების მიღება შეუძლებელია სხვანაირად თუ არა საგამოძიებო პროცესი. რაც შეეხება საგამოძიებო პროცესს, ძალიან კომიკური მდგომარეობა ჰქონდა გუშინ ბატონ მერს უგულავას, ჯერ თქვა რომ სასამართლო სამართლიანია, მერე თქვა რომ ზეწოლა იყო. მე მიმაჩნია რომ მიუხედავად იმისა რომ ადამიანურად შეუძლებელია მოგწონდეს ან გიხაროდეს ვინმეს დაკავება, მე ვფიქრობ ყველა ის პირი რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში, დიახ, მან უნდა ითამაშოს გამოძიებასთან, მაგრამ თუ კი ამ პირებში არ იქნება თავად თბილისის მერი და ის ადამიანი, ბატონი საბანაძე, რომელიც გაქცეულია ამ საქმესთან დაკავშირებით დღემდე საქართველოსთან, მაშინ იქნება ჩემის მოსაზრებით, როგორც ერთი ადამიანის მოსაზრებით არასრულყოფილი ინფორმაცია. ანუ მერი არ დაგიქცევა ხო ამ საკითხად მე კიდევ ერთხელ მე არავის არ მოვუწოდებ დაკითხვისკენ. მე ვაკეთებ ჩემს შეფასებას რა მგონია სწორი. დაკითხავენ თუ არის რა თქმა უნდა არის საგამოძიებო ორგანოების საქმე, თუმცა მე როგორც პოლიტიკოსი ვაკეთებ ამ შეფასებას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, კულუარულად მათ შორის იყო საუბარი, რომ კი ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ გეკუთვნით ეს ინფორმაცია როგორც თბილისის საკრებულოს წევრს, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ვერ გავასაჯაროთ. ოფიციალურ ნაწილში, ჩემს მიმართ დაბრუნებულ წერილში, ეწერა ყველაფერი გარდა პასუხისა, რომელსაც მე ვიტყვი. ანუ ამის შეუძლია ვისაუბროთ მათ შორის ის, რომ ირღვეოდა კანონის ანგარიშვალდებულების შესახებ, ხო? რომელიც თბილისის მერიას, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს ჩვენდამი თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების მიმართ. ეს არის ის, რაც ფონდებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ითქვას. რაც შეეხება მე ორი სიტყვით მინდოდა შევხვებოდი საკითხს, რომელიც ეხება თბილისის საკრებულოს, ჩვენ გვესმოდა ამ ხის განმავლობაში, რომ ვიღაცას ეს სჭირდება თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად ეს პროცესები. ეს არის ალბათ ყველაზე უსუსური მცდელობა, თავი დაიცვა ან დევნილად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. მე როგორც მოგეხსენებათ თბილისის საკრებულოში ხელმძღვანელი ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს და შემიძლია კოალიციის სახილით
გითხრათ, რომ არავის და მით უმეტეს ქართულ ოცნებას არ სჭირდება ვინმეს გადმობირების გზით მიღებული უმრავლესობა. ამას გიდასტურებთ და ეს ჩემი ნათქვამი შეგიძლიათ გამახსენოთ ყველგან. არავის გადმობირების გზით მიღებული უმრავლესობა და მოპოვებული ძალაუფლება არ სჭირდება ქართულ ოცნებას და შეუძლებელია მონახო რაიმე კავშირი პოლიტიკურ მოტივსა და მიმდინარე პროცესებთან. ასე ამ ჭყალებში წარმატებით ნაციონალური მოძრაობა ცდილობს პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოაჩინოს გირგვლიანი საქმეც. და ჩანს რომ უსინდისობას უპასუხისმგებლობას არ აქვს საზღვარი, იმიტომ რომ ყველა ის შეკითხვა რომელიც არსებობს უნდა დაისვას იმის მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა რა სიტყვის ამაზე, რა შეფასებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. ნუ ისინი მათ აქვს ცდილობა ეს წარმოაჩინონ პოლიტიკურ დევნა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გჭირდება ასეთი შედეგით მიღებული უმრავლესობა. და ნუ რამე შეეცდება, რომ ამგვარად წარმოაჩინოს საკითხი, თითქოს ეს იმიტომ ხდება, რომ იმის უმრავლესობა სჭირდება. თბილისის საკრებულოში არის ისედაც იმგვარი სიტუაცია, რომ ახალი უმრავლესობის შექმნა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, მაგრამ ეს არ არის გადასაწყვეტი არც ჩემი ცალკე აღებული და არც სხვა რომელიმე ფრაქციის ხელმძღვანელის დონეზე, ამას გადაწყვეტს კოალიცია. შეიქმნება თუ არა თბილისის საკრებულოში უმრავლესობა. ამიტომაც ნუ დარდობს და ნერვიულობს ნაციონალური მოძრაობა, მე თქვენი საშუალებით მიმართო, ყველა შეკითხვა და იმაზე მეტი ვიდრე აქამდე დაისვა, კიდევ უნდა დაისვას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს შეკითხვები, საზოგადოებას აქვს ეს შეკითხვები და ჩვენ როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიში ვალდებულ პირებს გვაქვს მოთხოვნილება ამ შეკითხვებზე მივიღოთ პასუხი. ეს არის დემოკრატიის მოთხოვნა, ეს არის გამჭვირვალობის მოთხოვნა, გამჭვირვალობის წარმართვის აუცილებლობისა პროცესების. ამიტომ მე მგონია რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა შეეძლო ხერხებით უნდა მივიღოთ პასუხები, იმიტომ რომ საქმე ეხება სხვადასხვა დროს ასეულობით მილიონი ლარის გადარიცხვას და მისი წარმომავლობის თუ მისი მიმართულების არც ოდენს დღემდე. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. სხვადასხვა დროს დაფუძნდა, სულ ბოლოს დაფუძნდა გუდაურის განვითარების ფონდი, მე ზუსტად წლებს ვერ გეტყვით, მაგრამ საუბარია დაახლოებით მინიმუმ 5 წელიწადზე, უფრო მეტი. უნდა გითხრათ, რომ ფონდები თავისი გამგეობებით კომპლექტდებოდა ბატონი უგულაოს უშუალო გარემოსვით, იქ არ ქონდა შესაძლებლობა არავის ზედამხედველობა განეხორციელებინა ფონდის საქმიანობაზე. ეს ის ხალხია სხვათა შორის, რომელიც ახლა დაკავებულია, მათ შორის ეს ადამიანები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ფონდის გაუქმება ლიკვიდაციას ცდილობდა ეს ხალხი. სასწრაფო წესით. ლიკვიდაციის? ამის ხმის საფუძველს მაძლევს და მაძლევდა ჯერ კიდევ წინა წლის ნოემბერში ის ინფორმაცია, რომელსაც ეხლა მე თქვენ გესაუბრეთ, თქვენ გახსოვთ, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, გაგახსენებთ ფონდის რიგი თანამშრომლებმა გამართეს საპროტესტო აქციაც, ჰქონდათ ძალიან ხმაურიანი განცხადებები, ჰქონდათ მათ შორის ჩემთან ერთადაც განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ გაუქმდებოდა ფონდი, არ იარსებებდა პასუხისმგებელი პირი, ფიზიკურადაც მათ შორის და ფურცელზეც. მაშინ გამოდიოდა თუ კი ეს შეკითხვები, რომელიც ახლა არსებობს, დაისმებოდა, ანგარიში ვალდებულნი პასუხისმგებელი ამ შეკითხვებზე იქნებოდნენ ფონდის რიგითი თანამშრომლები, რომელთაც არ შეიძლება რაიმე წილი ქონოდათ ამ საქმეში, იმიტომ ისინი იყვნენ ჩვეულებრივ საკონკურსო წესით დაყვანილი რიგითი თანამშრომლები. ამიტომ მათ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ასე არ მიჩქმარულიყო ეს პროცესები. მათ შორის ამას ადასტურებს ისიც და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ისიც, რომ ბატონი საბანაძე დღემდე არის მიმალვაში. ძალიან მარტივია ხო ადამიანი, რომელსაც არაფერი აქვს დასამალი და არსებობს ასეთი მაღალი ინტერესი, ბევრი შეკითხვა და რეზონანსულია საქმის, უბრალოდ ჩამოვა და გასცემდა ამ შეკითხვის პასუხს. 1 ოქტომბრის შემდეგ გაქრა არჩევნების შემდეგ. წავიდა ისე რომ არც დაიბარა ხო რაღაც. ამას ვერ გეტყვით ახლა სად ვის რა დაუბარა, მაგრამ გადადგომი არ იყო გადადგომი. არა, ეხლა გეტყვით რა შეა საქმე, ეხლა არავითარ გადადგომაზე არ შეიძლება ლაპარაკი, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ თავიდანვე, იმიტომ რომ წავიდა და დაიწყო ფონდის ლიკვიდაცია გაუქმება. შესაბამისად მე ვერ გეტყვით ვის რა დაუბარა, ან იყო თუ არა ვინმე ინფორმირებული ამას დაკავშირებით, მაგრამ ის არის ფაქტი, რომ საჩქაროდ ცდილობდნენ ამ ფონდის ლიკვიდაციას. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი იმ, ასე ვთქვათ, ეჭვების გასაძლიერებლად, რომელიც ისედაც არსებობდა თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით. ასე რომ მე მგონია კიდევ ერთხელ შევაჯამო რეზუმე გავაკეთო. ჩვენ რადგან მჭირდება ვიცოდეთ, იმიტომ რომ დღემდე სამწუხაროდ აი ამ სქემების გამო მრავალი მილიონი ლარი მიდიოდა არ ვიცით სად. დღემდე სამწუხაროდ ამ მიზეზის გამო მრავალი პრობლემა თბილისში არის მოუგვარებელი, იმიტომ რომ ამბობდნენ რომ ფინანსური რესურსი არ არის და იქნებ მომავალ წლის ბიუჯეტში რაღაცა გავაკეთოთ. არა და ათეულობით მილიონი ლარი მიდიოდა ფონდების გავლით სადღაც. ამიტომაც გონია რომ თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით პასუხები უნდა არსებობდეს მათ შორის
იმ სამ ფონდთან დაკავშირებით, რომელიც მე გიხსენ. თუ კი არ არის შეკითხვები, მადლობა. ეს მინდოდა აუცილებლად მეთქვა, იმიტომ რომ რაც სამხრივად არ იყოს ახმული პროცესი. მე როგორც რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მე დაკლები ინფორმაციის მქონე, სადია მე მაქვს ჩემი მოთხოვნები, იმიტომ რომ თავის მხრივ მე ვარ ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან. ჩვენ გვაინტერესებს ყველა თეთრი და ლარი, რომელიც თბილისის ბიუჯეტს უკავშირდება. კიდევ ერთხელ ამბობ, ეს იყო ჩვეულებრივი მარტივი, გარეგნულად, კარგად აპრობირებული სქემა, როგორ მიიღოთ თითქოს ლეგალურად, გარეგნულად ლეგალურად ფული ბიუჯეტიდან. არსებობს ასევე მრავალი ისეთი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფონდის, თბილისის ფონდის და ცენტრალური იმ დროს ცენტრალური ხელისუფლების ძალოვანი ორგანოების ურთიერთობას, თუმცა ამაზე ბუნებრივია ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ამ ინფორმაციის მიღებას ვცდილობთ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია გვეუბნება იმას, რომ ფონდი არ იყო მხოლოდ თბილისის მერიის ან ნაციონალური მოძრაობის პარტიის თბილისის ორგანიზაციის დონეზე რაღაც მნიშვნელოვანი ფინანსური რგოლი, ის თამაშობდა სხვა როლსაც წინა ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში, ამას დაკავშირებით არსებობს გარკვეული ინფორმაცია, თუმცა მე რა თქმა უნდა თავს უფლებას არ მისვევს, სანამ დადასტურებული არ იქნება ეს ინფორმაცია საჯარო თქვა. ასე რომ ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს და მე მაქვს იმედი, როგორც იმ დეპუტატს თბილისის საკრებულოში, რომელიც მუდმივად ოპონირებაში ვიყავ თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ისე უმრავლესობაში მყოფ ძალასთან მექნება პასუხები შეკითხვებზე, რომელიც ჯერ კიდევ უპასუხოდ არის დარჩენილი. მადლობთ.